საღამოშვიდობისა ძვირფასო მაყურებლებო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. Ძალზედ საინტერესო სტუმარი ყავს დღეს სტუდიაში, ამ გვიან ღამით გორს ჩამოგზავნდა მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, ქალბატონი სანდრა რულოვსი. მოგესალმებით ქალბატონო სანდრა, დიდი მადლობა რომ ჩამოგზავნით გორში. მე ვიცი რომ ჩვენი რა ვთქვათ ქართულ ენას და ჩვენ ქართულ ენაზე ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, ჩვენი მაყურებლისთვის საინტერესო იქნება თქვენი პასუხები. და მე მინდა მაყურებელს უთხრა, რომ ჩვენ პირდაპირ ეთერში მაუწყებლობთ, შეუძლიათ დაგვირეკონ ტელეფონის ნომერზე 71331 ან 71039 და თქვენთვის საინტერესო კითხვა დაუსვათ ქალბატონ სანდრას. ქალბატონ სანდრა, მე როგორც გავიგე უკვე შევიტყვე, თქვენ მოგზაურობთ მთელ საქართველოში, ქუთაისიდან ჩამოგზავნით გორში. როგორ ხდებათ ხალხი და ვიცი რომ წინა საარჩევნო კამპანიაში ძალიან ისეთ ჩაებით უკვე და ძალიან ისეთ. კი, საკმაოდ აქტიური ვარ. ამ კვირაში განსაკუთრებით ვიხავი დასავლეთ საქართველოში და დავეხმარე, ესე იგი, დავდგე გვერდში ჩვენ მაჟორიტარულ კანდიდატებს სხვადასხვა რაიონში. ვიხავით ვანში, ვიხავით ფოთში, ზუგდიდში, ვიხავით ქუთაისში, წყალტუბოში და ვიხავით ხობში. და იმ რაიონებში მართლა მაჟორიტარულ დეპუტატთან ერთად დავდიოდით. ხან ბაზარში, ხან უნივერსიტეტში, სკოლებში, ჩვეულებრივად ქუჩაში, ან მიტინგები ეზოში, ყველანაირი ხალხსამტრედიაშიც ვიხავით ცოტა. ხალხი როგორ ხდება? ძალიან კარგად თქვილად, ამიტომაც საგმაყოფილი ვარ იმ დასავლეთ საქართველოს მოგზაურების შესახებ. ახლა ბრუნდები თბილისში და გორში გავჩერდით, აქაც კარგი მაჟორიტარი კანდიდატია, ირაკლი ოქრუაშვილი და იცნობთ თქვენ პირადად? კი, კარგად ვიცნობ მის ოჯახს და კარგი ურთიერთობა გვაქვს. ეს არის ძალიან პროფესიონალური იურისტი, პატიოსანი და ხირსეული კანდიდატი და რაც მთავარი არის მებრძოლი, როგორც ყველა ნაციონალური მოძრაობის წევრი. ქალბატონო სანდრა, გარკვეულ უხერხულობას ხო არ აწყდებით ხოლმე, როდესაც ჩვენთან მაინც ქალები ესე აქტიური მეუღლის საარჩევნო კამპანიაში, ასე ვთქვათ, მხარდაჭერი ვიზიტებით ძალიან იშვიათია. მე პირადად პირველი ხართ თქვენ, ვინც მეუღლის მხარდასაჭერ საარჩევნო კამპანიაში ჩაებით და ესე აქტიურად ეწევით ამ კამპანიას. მახსენდება იგივე თქვენი ვიზიტები თბილისის მეტროპოლიტენში, როდესაც თქვენ ეს არის ხო ვიზიტები, ისედაც დავდივარ ხანდახან მეტროში. აი, უხერხულ რაღაცა ეს. არაფერი უხერხული არ არის, არაფერი უცნაურიც არ არის, ხდებიან ძალიან ნორმალურად და თბილად. ამას ვაკეთებ იმიტომ, რომ მართლა გადასამწყვეტი ბრძოლა, აი ეს ბოლო წლები უკვე, როცა იყო ადგილობრივი და ახლა საპარლამენტო არჩევნები. ეს არის მართლა ასეთი, როგორ თქვა, ამოცანა, რომ მეც მჯერა, რომ აი მიშას და მიშას მოძრაობა და თითოეულ მათი კანდიდატს, იგი წევრებისაგან არის საჭირო მებრძოლი კაცი და ამიტომაც მეც მინდა ცოტა ვიბრძოლო და ერთად დავდივარ მათთან. და ეს არის ჩემთვის ძალიან ნორმალური, ალბათ ჩემ ქვეყანაში და დასავლეთში საერთოდ უფრო ხდება მეუღლების ჩართვა, მაგრამ მე მგონი ეს ბუნებრივია, ეს თვითონ ჩემი ინიციატივაა და ну, რა თქმა უნდა, როგორც უცხოელი რძალი, არა მხოლოდ ჩემი მეუღლის გამო, არამედ ამის გამო, რომ ქართულად ვლაპარაკობ და ასე შემდეგ ძალიან კარგად მიმიღებენ და ეს რა თქმა უნდა დადებითი ფაქტორია და გასაგები. ყველაზე მეტად აი რა აღმოაჩინეთ ისეთი თქვენ ჰოლანდიიდან წარმოშობთ, ჰოლანდიელი ხართ და ქართულ პოლიტიკაში აი რა ნიუანსი აღმოაჩინეთ ისეთი, რა ნიუანსები შენიშნეთ, თქვათ რაც არ არის იგივე ევროპულ პოლიტიკაში. აი ყველაზე მეტად რა გაცვიფრათ და რა აღმოაჩინეთ? აღმოვაჩინე რა თქმა უნდა, რომ აქ არის საზოგადოება ძალიან პოლიტიზირებული, ჩვენთან ძნელი იქნება ამისი იმ შეკითხვაზე პასუხის მიღება მაგალითად რესპონდენტებისაგან, ვინ არიან ჩვენ პარლამენტში, ან ვინ არის მთავრობაში, ან ვინ არის ჩვენი მინისტრი და ასე შემდეგ, გავჩირდებათ იმაზე პასუხის მიღება ჰოლანდიაში. იმიტომ რომ იქ სიტუაცია არის კარგად დალაგებული, მოწესრიგებული და
ნაკლებად აინტერესებდა ხლა როგორ აკეთებენ გზებით, ოღონდ ჩემთან ყველაფერი კარგად იყოს და მაშინ პრეტენზიები არ მაქვს. აქ არის სულ სხვანაირი სიტუაცია. აქ არის ნიშნულოვანი ვინ რას აკეთებს, ვინ რისთვის იბრძვის, რა პრიორიტეტებია პარლამენტში გაყენებული და ასე შემდეგ და ამიტომაც დღევანდელი პოლიტიკა გინდა თუ არა, ყველა სფეროში, ყველა დარგში საზოგადოებაში აქვს დიდი წილი თავისი მნიშვნელობა. ეს არის ერთ-ერთი ძალიან დიდი სხვაობა. ნუ ეს ალბათ ისევ და ისევ იმის გამო რომ პრობლემატური საკითხი ძალიან ბევრია გადასაწყვეტი და ხალხი დაინტერესებულია იცოდეს ის პოლიტიკოსები, ვინც საერთოდ ქმნიან პოლიტიკურ ამბიციას ჩვენს ქვეყანაში. ხალხო სანდრა ზარი გვაქვს კიდე ერთი რამეა, რა თქმა უნდა, რომ საქართველო არის მაინც ახალი ქვეყანა. ჰოლანდია უკვე არსებობს რამდენიმე საუკუნე. არა, ჩვენ დიდი ტრადიციული წარსული გვაქვს, ისტორია გვაქვს. ვიცი, ნუ 20-იან წლებში იყო რამდენიმე წელიწადი საქართველოს ცალკე სახელმწიფო, მაგრამ ახლა ბოლო 10-12 წელი ვცდილობთ ქვეყნის აშენება და ეს არის პროცესი. ეს რა თქმა უნდა არ კეთდება ასე უცბად, მაგრამ ასეთი 12 წელი, რომელიც უკან და უკან მიდის და ხალხი უფრო და უფრო უჭირს და უფრო გაჭირებული გახდება, ეს რა თქმა უნდა ძალიან ცუდი განვითარებაა და ამიტომაც არის ძალიან საჭირო, რომ დღევანდელი მთავრობა შეიცვალოს, რომ გაიწმინდოს ეს ყველაფერი და რომ დავიწყოთ ნამდვილად პატიოსნად და ახალგაზრდა თაობიდან. გასაგები, მაყურებელი გველოდება ჩვენ. თქვენ მოისმენთ ახლა კითხვა საღამომშვიდობისა, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ? საღამომშვიდობისა. პირველ რიგში მინდა მივესალმო ქალბატონ სანდრას. მოხარული ვარ, რომ უცხო ქვეყნის შვილი, ანუ ქართველების რძალი, ასე კარგად ფლობს ქართულ ენას. ეს მის დადებითი თვისებებთან მეტყველებს. მაგრამ მეორე მხრივ გულსაფრენია, რომ ირაკლი ოქროაშვილს ახასიათებს როგორც დადებით პიროვნება. ჩვენ გვჯერა, რომ თვითონ ნამდვილად დადებითი პიროვნება, მაგრამ ვერ დავიჯერებთ, რომ ირაკლი ოქროაშვილი არის დადებითი პიროვნება და რატომ. ჩვენ აი ამავე ეთერით ნანახი გვაქვს, რომ ირაკლი ოქროაშვილს არის ჩაბენილი კრიმინალი, როდესაც უდანაშაულო პოლიციის თანამშრომელი, რომელიც რეიდში მოხდა და დააჩერეს ის, უდანაშაულოდ მან გაუტეხა თავი და ჩაიდინა ხულიგნური საქციელი. თქვენ წარსულში ამბობთ, ხო? ძალიან დიდი ხნის უწოდებს კრიმინალებს და კიდევ ერთი, როგორ არის ის პარტიასანი, როდესაც სინათლესთან დაკავშირებით ენერგეტიკულ მაფიასთან დაკავშირებით 3%-იან წილში ზის. გასაგები, ეს კითხვა იყო დასმული ჩვენს წინაეთერში. დიდი მადლობა, ეს კითხვა იყო დასმული ჩვენს წინაეთერში და მიიღეთ თქვენ პასუხი. აქ საუბარი ჰქონდათ ირაკლის და ბატონ მიხეილის შესახებაც იყო აი თელასთან დაკავშირებული, თითქოს წილები თელასში და იმ ამერიკელების ჩამოყვანა. აი ეს თემა ძალიან ტრიალებს ამ ბოლო პერიოდში. თქვენთვის რა არის ცნობილი ტრიალებში? ესე იგი, მე შემიძლია დაგასრულო, რომ ნამდვილად დადებითი პიროვნება ირაკლი ოქროაშვილი და ნამდვილად შემეშინდა რა თქვენი, რომ კრიმინალია პირდაპირ ეთერში მეუბნება ეს ძალიან მეკვირს ასეთი რამე. ირაკლი ოქროაშვილი ნეტა ასეთი იურისტები კიდე ბევრი იყოს ამ ქვეყანაზე და ასეთი პარტიოსანი და ვაჟკაცური კანდიდატები ბევრი იყოს და არც ერთი ეჩვი არ მაქვს, რომ მას რამე ცილი ან რამე კრიმინალური ფაქტებთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება ახლა თელასი, მე რა თქმა უნდა არა ვარ შეხედული იმ საქმეში და თქვენ არ შეგიძლია დაელოდო ახლა მისი პოლიტიკური ლიდერის მეუღლისაგან რამე პასუხი კომპეტენტური. მაგრამ ეს შემიძლია თქვა, რომ ჩემთან სახლშიც ხანდახან შუქი ქრება და ირაკლის სახლშიც და არც გენერატორი, არც არაფერი არ არის და ეს არის სოლიდარობა ხალხთან ახლა. ჩვენ ცხოვრობთ ნორმალურ პირობებში და არაფერი პრიორიტეტი, არაფერი ასეთი სხვანაირი ცხოვრება არ გვაქვს ვიდრე თქვენ და ახლა თელაში რომ გქონოდეს
ცილი, მაშინ რატო ჩაქრება ჩვენთანაც შუქი? ნუ ეს ერთ-ერთი ნორმალური პასუხი. გასაგები. დიდი მადლობა. კიდევ ერთ მაყურებელს მოусმენთ. საღამოშვიდობისა გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. Алло. დიახ, გისმენთ. მას ქალბატონთან მაქვს შესაკითხავი. კი ბატონო, კითხეთ. მაგრამ ოჯახისთვის ისე ქალბატონი ან შვილები არა დიახ, საინტერესო კითხვა. არის აკეთიქითკენ და რაღაცას იმერს აფსელებს. გასაგებია, მადლობა. ოჯახისთვის თუ იცით. დიახ, საბატონო, მე ვარ თან დიასახლისი, თან დედა, თან მეუღლეს უჭერ მხარს და ვარ სახლში, როცა მოდი სახლში დაღლილი საღამოს. ვარ კიდე ჰუმანიტარულ საქმიანობაში ჯართული, მაქვს ჩემი ფონდი, ნუ იქაც თანამშრომლები, რა თქმა უნდა, როცა არა ვარ, მიხედევენ იმ საქმეს, რაც არის ჰოლანდიიდან, სპონსორობიდან დაფინანსებული. ხან კიდე სახლში ვმუშაობ კომპიუტერთან, ჰოლანდიელებთან კონსულტაციას ვაძლევ, როცა მათ უნდათ რამე საქმიანობას დაწყება საქართველოში, ეძებენ პარტნიორს, უჭირთ კომუნიკაცია ენის ბარიერის გამო და ასე შემდეგ და კიდე გაგიკვირდება, მაგრამ კიდე 10 საათი კვირაში ვასწავლი ფრანგულ ენას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და კიდე კერძო ინსტიტუტში, სადაც ჩემი სტუდენტები მელოდებიან ყოველთვის გასაგებია. ორჯერ კვირაში. კარგით, მოდით კიდევ ერთ ადამიანს მოусმინეთ. დიახ. საინტერესო კითხვებია, ცოტა კრიტიკული, ცოტა რაღაც ისეთი, მაგრამ მოდით მოусმინოთ მაყურებელს. გისმენთ საღამოშვიდობისა. Алло. დიახ, გისმენთ. პირველ რიგში მე ვესალმები ქალბატონ სანდრას და მინდა ასეთი რაღაცა თქვა, ანუ ქალბატონმა დარეკა და თქვა, რომ ირაკლის რატომ ახასიათებს დადებითაცო და მე მინდა ესეთი რაღაცა თქვა. ერთადერთი რეალური ადამიანი, კანდიდატი გორში არის ირაკლი ოქროაშვილი და ზეგან პირდაპირ ეთერი რო იყო, საშუალება არ მოგვეცა, რომ კითხვა დაგვესვა, მაგის საშუალება არ მოგცეს და მას ეკავდნენ მარტო ყანჩეველის დაქირავებული ხალხი და მე მგონი სირცხვილია. კარგით, გასაგებია თქვენი პოზიცია. რამდენი ადამიანიც არის, იმდენი აზრია. რა თქმა უნდა, ახლა. არის განსხვავებული აზრი ხშირად. ქალბატონო სანდრა, მე რა მაინტერესებს, თქვენ რა არ მოგწონთ ყველაზე მეტად საქართველოში? ვიცი რომ ხშირად გეკითხებიან რა მოგწონთ. ცნობილია თქვენი პასუხები, რა არ მოგწონთ? არ მოგწონს, რომ აი ის ფენა მოსახლეობაში, რომელიც არის გამდიდრებული არაკანონიერად, რომ მათთვის თავისი საკუთარი ჯიბე უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სახელმწიფო ბიუჯეტი, ვიდრე ხალხის თვის ესე იგი უკეთესი გადაწყვეტილებების პირობების შექმნა. ეს არის ძალიან ასეთი ქრისტიანული ღირებულება, ამას ქვია სოლიდარობა. მათ არ აინტერესებს როგორ ცხოვრობს მეზობელი, როგორ ცხოვრობს, რა ვიცი, მეზობელის ბებია სოფელში, არ აინტერესებს, ეს არის ყველაფერი, მე უნდა გამდიდრე კიდე და რაც შეიძლება მეტად უნდა ჩანდეს ეს ყველაფერი, აი მანქანით, ასეთი ძვირფასი ნიფტებით, ასე შემდეგ, უნდა ჩანდეს ბევრ ფირმაში, მაქვს ჩემი ცილი და მე მყავს მძღოლი, მყავს მზარეული, მყავს რა ვიცი კიდევი და ეს მომწონს ყველაზე ნაკლებად, რომ შეიძლება ადამიანები იყოს, რომლებიც ფიქრობენ ჯერ თავიანთ ოჯახზე, კლანზე, პატარ ჯგუფზე და არ აინტერესებთ საქართველოს როგორც სახელმწიფო. გასაგები. კიდევ ერთ მაყურებელს მოусმინეთ. ძალიან ისეთი ბევრი ადამიანი რეკავს და ბევრს უნდა თქვენთან გასაუბროთ. კარგია. საღამოშვიდობისა გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. დიახ, გისმენთ. ისმის ჩემი ხო? კი, ისმის. დიდი მადლობას მოვახსენებ ქალბატონ სანდრას, რომ ჩამოგზავნდა გორში და ნაციონალების მხარდასაჭერად და დიდი მადლობა, რომ ირაკლის ასეთ კარგ დახასიათებას აძლევს და მე მინდა ამ ქალბატონა დარეკაზე რომ ქალბატონმა რომ დარეკა და ეხლა გითხრა დაქირავებული რომ არის ყანჩაველის მიერ 50 ლარად და ამბობს რომ ირაკლი რაღაცა სინათლესთან დაკავშირებით ელასთან რაღაც კონტაქტშია რასაც ეგ ლაპარაკობს ეს არის აბსოლუტური ტყუილი. გასაგები. ხო, 50 ლარია მასში გადახდილი და ჭორიკანა ქალბატონებს ძალიან გხსოვთ მოაწერთ კომენტარს. აფრთხილებენ ასეთ სულ არ მეკრეს. აფრთხილებენ ყველანაირი
ჩვენზე დისკრედიტაცია, ჩვენზე ჭორები და ამიტომაც ყველაზე კარგი არის უშუალოდ ხალხში შემოსვლა. აი მიშასთვისაც, ამ შემთხვევაში ჩემთვისაც, რომ ხალხი დაინახონ რა ბუნების ადამიანია, რა განწყობის, რა პრინციპები აქვს, როგორ ცხოვრობს, როგორ გამოიხურება მისი ყოველდღიური დღე, რას აკეთებს, როგორა ჩაცმული ყველაფერი, როგორ მიგიხებს, როგორ გელაპარაკება, ეს არის უშუალო კონტაქტი და ახლა ეს ჭორები და დისკრედიტაცია სულ არ მიკრის. აი ვანში შემხდა ერთი ქალი ჯიხურდა მითხრა რომ ხო, მაგრამ აი ერთ შეხვედრაზე ალბათ სხვა პარტიის შეხვედრაზე იყო, ერთ შეხვედრაზე მითხრეს რომ აი არჩევნების მერე მიშა ისევ დადგება შევანაცეს გვერდზე. მეთქი ქალბატონო, არ გწვენია. როგორ ახლა მე ამისთვის ვარ ჩამოსული, რომ ეს მოვისმინო, მეთქი ეს არის სიცრუე, ეს არის უბრალოდ გამოგონილი და ძალიან დიდი ფანტაზია უნდა გქონდეს, რომ ამას დაუჭირო და უბრალოდ თქვენი ლოგიკა, თქვენი ახლა მიშა ხო არ არის დღევანდელი პოლიტიკოსი, ის უკვე არის თითქმის 10 წელი ქართულ პოლიტიკაში. კი ქონდა გარკვეულ დროს, ქონდა იმედი შევანაძესი, იყო იუსტიციის მინისტრი. მეც ქონდა ამისი იმედები, მაგრამ გაცურულია ეს იმედები და ამიტომაც გადადგა როგორც მინისტრი და ბევრი მასთან ერთად წასულა მე ოპოზიციაში და ეს არის ახლა ერთ-ერთი ძლიერი ოპოზიციური პარტია. თქვენის ნებართვით ქალბატონო სანდრა, მინდა მაყურებლის ვთხოვო რომ დასვან კითხვა. ყველა საინტერესო არის მაინც კითხვის დასმა და არა თქვა პოზიციების დაფიქსირება, რომ მე ირაკლის მომხრევა, მე იმის სხვის მომხრევა. ჩემთვის ბევრი საკითხია თქვა თქვენთან მიმართებაში ძალიან საინტერესო, ამიტომ ჯობია კითხვა დასვა. საღამშვიდობისა გისმენთ, იქნებ კითხვა დასვათ. ალო, დიახ, გისმენთ. დიდება მათ ქალბატონს, უცხო ქალბატონია საქართველოში და ესე უყვარს ქართველობა და თავის მეუღლესაც. ქალბატონო. კითხვა გექნება, კითხვა. არა, კითხვა კი როგორ არა გვაქვს. კი ბატონო. ისე არ გაიძება ის ადამიანი, ვისაც არ უყვარს საქართველო. ალბათ თავის მეუღლესთან ერთად უყვარს საქართველო და რასაც ასრულებს ეს ქალბატონი დიდება და თავისი მეუღლე. დიდი მადლობა ქალბატონო. გასაგებია. მაინც შეფასებები. ესაც არის ხო შეკითხვა. მაინც შეფასებებია. მაშინ მე გკითხავთ. დავმატო კიდე რომ. კი ბატონო. მართლა ასეა, მართლა ესე იგი აქაც პატარა საქართველოს კიდე აგულზე და ეს არ არის თქვენად. მე მართლა როგორ თქვა, გულთან ახლოს ვატარებ ამ ქვეყანას და როცა დავდივარ წინასაარჩევნო სხვადასხვა ქალაქებში და უბნებში მე არ შემიძლია არ შევიდე მაგალითად კონსტანტინ გამსახურდიას სახლ-მუზეუმში ვიხავი გუშინ წინ. არ შემიძლია გალაქტიონტაბის მუზეუმში არ შევიდე როგორც ვიხავი გუშინ. ეს უბრალოდ იმ ნაცილის, იმ სიყვარულის ნაწილია და პატივისცემის გამოხატვა. გოგებაშვილის მუზეუმში თუ ყოფილ ხართ როდესმე ვარიანში? არა, ჯერა. უნდა წავიდე. ქალბატონო სანდრა, აი თქვენს მეუღლეზე ხშირად ამბობენ მიხეილ სააკაშვილის, რომ აი ემოციურია ის შედის ხალხში და რაღაც თითქოს აგრესიას აფრქვევს. ესეთი რამ გაგიგია თქვენ, მაგრამ მე მაინტერესებს ოჯახში როგორია. აი თუ ჩუბოს, თუ გიყვირით ან თუ რაღაცაზე ბრაზდება თქვა. აი როგორია სახლში? თუ მიზეზია, უნდა მიხვირო საფარავი. მეც ვუხვირებ ჩემს შვილს თუ რამე არის ასეთი. რაც არ შეიძლება იყოს. მაგრამ ახლა ემოციონალური უნდა იყოს, არა აგრესიული, ემოციონალური, იმიტომ რომ ამით გამოხატავს თავისი დამოკიდებულება საქმესთან და რა თქმა უნდა, როცა მისი სიტყვა არ შეისრულდება, გაბრაზდება, რა უნდა გაკეთდეს, თორე არ გაკეთდება საქმე, მაგრამ რო აგრესიულია და განავსწორებელი და ფსიქიატრიულში და რაღაცა, ეს არის რა თქმა უნდა სისულელე. მიშა უბრალოდ ძალიან გულთან ახლოს ატარებს სამშობლო სიყვარული და ამას ყველანაირად გამოხატავს და ძალიან უნდა რომ საქმე გაკეთდეს და როცა ვინმე ნელა აკეთებს, ან აკეთებს ნახევრად, რა თქმა უნდა, ეს არის მისთვის არასასიამოვნო ფაქტი და ამისი გამოსწორება უნდა, მაგრამ არახვილით და აგრესიით უბრალოდ მინიშნა, რომ აი ასე არ უნდა გაკეთებია და ასე მეორეჯერ არ გააკეთებია. გასაგებია. კიდევ ერთი ზარი გვაქვს ეთერში. მოგესალმებით. საღამშვიდობისა პირდაპირ ეთერში ხართ. ალო. დიახ, გისმენთ. მოგესალმებით გოგა. გავარჯო. ირაკლი ვარ უფრო. ირაკლი უფრო.
მოსაზრება იქნა გამოთქმული ჩვენთან დაკავშირებით. ირაკლი, ერთი თხოვნა მექნება, ცოტა ტელევიზორს მოცილდი. 2 წუთს დავიკავებ სანდაროზოიდან მხოლოდ სოციალის ყანჩაველის გამოსვლის დროს მთელი გადაცემის განმავლობაში ცდილობდი დაკავშირებუდეს ბოლოს როგორც იქნა დაკავშირებით და პასუხი მივიღე ასეთი რომ თქვენ ვერ შეგიშვათ სტუდიაში, იმიტომ რომ ზარებს აკონტროლებს თამაზ მაყაშვილია. ბატონო? ზარებს აკონტროლებდა თამაზ მაყაშვილი და ამის გამო მე არ შემომიშვეს სტუდიაში, როდესაც ყანჩაველი გამოდიოდა. ეს უბრალოდ ცირიად მოსაზრება, მაგრამ ახლა შეეხება თვითონ ჩემს მიმართ გამოსულ მოსაზრებებს და იგივე ყანჩაველის გამოსვლას. საქართველოში ეს ყველა სრულიად შეიცვალა ვაჟკაცობისადმი დამოკიდებულება. ამ ადამიანს როგორ შეუძლია ეს უსიცრულოდ და უტიტოდ ამტკიცოს ის სიცრუე, რასაც ერთი საათის განმავლობაში გადაგებდა ეს ყანჩაველი ყოფილობაში. და მეორე, პირველად გავიგე რომ თურმე გორში არსებობს ზღვა. ბატონო? გორში არსებობს ზღვა, ყანჩაველი ამოყობდა თავისი შექმნილი კანონით ზღვების ნაკლდაცვის კანონის შესახებ. და გოროლებს ზღვა ქონიათ და ზღვასთან დაკავშირებული კანონი გოროლის პენსიონერების უგლეხების უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ის რეალური სიმართლე, რაც ყანჩაველთან ერთად უნდა თქონილიყო მასწავლიაში. ჩემთვის ცოტა გასაკვირია. მე კიდევ ერთხელ თავაზობ ამ ადამიანს. თუ ვაჟკაცობის ნატავალი გააჩნიას და არაფერი ამაში სასირცხვილო და მოსალიძებელი არის დაჭდეს პირდაპირ ეთერში ჩემთან ერთად და ხალხმა განსაჯოს ვინ არის შეიძლება რეალური კანდიდატი რეალური საქმეებით როგორც თვითონ გადაგიცნოს და უცდადი ამას ვინ არის რეალურად მათი ინტერესების დამცველი და ასე შემდეგ. აი ამის თქმით და მეტი რა. ასე გიყო, დიდი მადლობა. ბატონო ირაკლი, თქვენ პრინციპში მოგეცემათ საშუალება რომ გამოთქვათ ეს თქვენი აზრი. ეს დავამატებ და ზოგადად ცოტა სასირცხვილოა მამაკაცის მხრიდან რომ საკუთარ ცოლისას არ ეკინოს და იმას გამოათქვენოს მოსაზრებები ჩემ რაღაც 3%-იანი დიზაინერი. თუ ვაჟკაცობა ყოფნის თვითონ ეს ყველაფერი და მე გავცემ მას პასუხი. კი ბატონო, კი ბატონო. აქ თქვენ არით აქ წერან საუბრობდა ერთ-ერთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვახტანგ ყანჩაველის სახელმწიფო ბლოკიდან. ნუ გესმით საარჩევნო პროცესია და ურთიერთბრალდებები ძალიან ხშირად არის ხოლმე. გავაგრძელოთ ჩვენ საუბარი, ნუ ირაკლის მეც საშუალება. ქალბატონო სანდრა, აქ როდესაც თქვენ მიდიხართ ინსტიტუტში, თქვენ მიდიხართ ქუჩაში, აი თუ გძნობთ იმას, რომ აი ჩვეულებრივი ადამიანები თქვენ გიყურებენ როგორც მიხეილ სააკაშვილის მეუღლეს და რაღაც პრივილეგიით თუ სარგებლობთ ამით, აი რა პრივილეგიით შეიძლება რომ სარგებლობთ? აი რაც გამოხატავს თქვენს მისამართი. ხან მაძლევენ კამფეტკებს, ხან ყვავილები, ხან ესე გცნობ. ხელმოწერა უნდათ. ესაც ხდება. უშინ ორი ლექსი მივიღე ძალიან სასიამოვნო. აგრესია არასდროს არ არის სხვათა შორის. ნუ მიხურებენ, იცნობენ, ეს ხშირად სასიამოვნოა. ან ნუ, რა ვიცი, მე არ სარგებლობ, არ მინდა ხოლმე, როცა ამბობენ, რომ თქვენი პერსაცმელი გავაკეთე, მაგრამ არა, ფულს არ ავიღებ, მეთქი, კარგი, მაშინ აღარ მოვდივარ თქვენთან. ესე იგი, ვეღარ, იმიტომ რომ არ მინდა რამე პრივილეგიები და მაშინ მაინც მიიღებენ იმ თანხას, რაც ეკუთვნით და კიდე მივდივარ. ხშირად ძნელია, კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ან თქვენს მაგივრად რო იხდიან, ეს ძნელია. დაპატიჟება. ნუ მაგრამ ქართულ ბუნებაში ეს არის. მაგრამ ხშირად არ არის, იმიტომ რომ უკვე იციან ჩემი ბუნება, რომ მეც მინდა აი როცა აი თუნდაც სტაიანჩიკი, ხო? არ მართავს ფულს მეთქი, არა თქვენ ხო მუშაობთ, აი ცვიმს კიდეც რატო არ გინდა ხო მუშაობთ თქვენს ეს ვიცი რომ ეს ხათლიანად თქვენი თანხა არ არის და მე მესმის და მეც პატივცემ, იმიტომ რომ მუშაობთ და ეს არის დამსახურებული პატარა თანხა და თუ შეიძლება მიიღეთ, ნუ იციან სადაც ვახენებ ხოლმე მანქანას, იქ რა თქმა უნდა იციან. გასაგებ. სხვათა შორის აგრესიასთან დაკავშირებით რო გითხე, ეხლა ასეთი აგრესია ახლა როგორც იყო დღეს ბათუმში, როგორც იყო, როგორც მივხვდი გორშიც, რაღაცა სროლაზე. კი, სროლაზე იყო ლაპარაკი, როგორც იყო რამდენიმე კვირის წინ ბოლნისში, ან სხვაგან, ეს რა თქმა უნდა ზედმეტია. ეს არის ეს წინააღმდეგობა, აი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ, რაც არ უნდა იყოს. მე მგონი, ყველა უნდა კონდეს შანსი, ყველა პოლიტიკური პარტია და მოძრაობა უნდა კონდეს შანსი, რომ შეხვდეს ამორჩეველს. ბათუმი ახლა ცალკე ქვეყანა ხო არ არის და რატო არ შემოუშვეს ჯერ ერთი საზღვარზე, რატო არის საერთოდ ლაპარაკი საზღვარზე ჯერ ერთი?
და რატო იყო ბოლნისში ამდენი პრობლემა იქაურ ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან და იქაურ ესე იგი მილიციასთან. ეს არის ალბათ რომ მაინც ხალხი ხედავს ვინც არის დღევანდელ თავრობაში, რომ აი ყველაზე დიდი საფრთხე მათთვის არის დღევანდელი ძლიერი პოლიტიკური მოძრაობა, რაც არის ნაციონალური მოძრაობა და ეს შინია თავიანთი ჯიბებისთვის, თავიანთი აწყობილი გეგმებისთვის, კომბინაციებისთვის, შენახული ფულები ბანკში ასე შემდეგ. მეტი ეს არაფერი არ არის და ეს არის ძალიან სამწუხაროდ, იმიტომ რომ ჩვენ ხო ბანანის რესპუბლიკა არა ვართ, ეს არის დემოკრატიული თან ევროპული ქვეყანა. ევროჩემპიონატში ხო ვთამაშობ ფეხბურთს. ხო, ვერ გავედით. ვექუთ ეს ფინალურ ეტაპზე ვერ გავდივართ. შესარჩევს თამაში. გავასწორეთ აუცილებლად, როცა იქნება უკეთესი პირობები, მაგრამ ეს არის დემოკრატიული ქვეყანა. უნდა გახდეს, ასე არ შეიძლება რომ ვიღაცას სიტყვას არ გაათქვევინებს ბოლომდე ამორჩეველთან და ეს ამით ძალიან სუხარ ვარ. არ უნდა იყოს ძალადობა. არანაირი პოლიტიკური პარტიიდან და მით უმეტეს დღევანდელი თავრობიდან. უნდა თავი შეიკავა, უნდა მოისმინო რაც ამბობენ და ხალხი თუ მიხვდება იმ მოძრაობას, მაშინ ასე უნდა ყოფილიყო. თუ ეს არის მათი ნება, მაშინ მათი ნება თუ არის გამოხატული ასეთი მოძრაობით, მაშინ ეს არის დემოკრატია. გასაგებია. ქალბატონ სანდრა, ერთი ესეთი კითხვა. ეხლა დღეს ახლა ეკრანებზე, ტელევიზიაში ჩანდა, რომ აი კობა დავითაშვილი არის ნაცემი, გივით არ გამაძა ძალიან ნაცემი. მე წარმომიდგენია რა ხდება მათ ოჯახებში. მათი მეუღლეები, მათი მეგობრები, მათი დედმამიშვილები როგორ ნერვიულობენ და როგორი განცდა აქვთ აი ამ ყველაფრის გამო. აი როდესაც ბოლნისის მოვლენები მიმდინარეობდა და თქვენ ამას ტელევიზიით ხედავდით. და იცოდით რომ მიხეილ სააკაშვილი იქ მაგრამ მანამდე მიშა უკვე მირეკა რა თქმა უნდა. აი როგორ აღიქოთ აი და საერთოდ რას ეუბნებთ, როდესაც სახლიდან გადის მიხეილ სააკაშვილი და თუ გიჯერებთ, აი თქვენ ნათქვამს თუ იჯერებთ. ფრთხილად იყავით და რა ვიცი, ფრთხილად ხო, მხოლოდ ეს ფრთხილად იყავით, იმიტომ რომ მეც ჯერა რაღაც ფარველი ანგელოზი ყავს გვერდზე. რაღაც ასეთი სუფთა წმინდა პატიოსანი საქმეს ემსახურება, მე ამისი მართლა მჯერა. და რა თქმა უნდა ნერვიულობდა, რა თქმა უნდა სულ ჯარდავ 3 საათზე კურიერი, 6 საათზე კურიერი, 9 საათზე კურიერი, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ინფორმაციის წყარო და რა თქმა უნდა ნერვიულობდა. დღესაც აი თუნდაც კობა და გივის ოჯახებში მე მესმის რომ იქ უნდა იყოს ძალიან დიდი განცდა და წუხვარ ვარ და რა ვიცი, ეს არის დღევანდელი თავრობის წინააღმდეგობა. ეს იმედია, რომ ეს არის გარდამავალი, რომ ეს არის დროებითი, რომ მე უკვე აღარ იქნება ასეთი, იმიტომ რომ თვითონ ეს ხალხი აღარ იქნება თავრობაში. კიდევ ერთ მაყურებელს მოვსმენთ. ისმენთ საღამოშვიდობისა პირდაპირ ეთერში. ალო. დიახ. გამარჯობა. გამარჯობა ქალბატონო სანდრა, ბატონო გოგა. ეხლა ერთი გამაინტერესებს. დიახ. ხო გეცით ჩემი ხმა? კი, ძალიან კარგი. ხო, ძალიან კარგი. მესმის რომ ქალბატონი ბრძანებს რომ 12-13 წელია საქართველოში გაჭირება არისო, უკან წავიდა საქართველო. კი, უკან წავიდა საქართველო მიწის და ყველა მიწის და რუს სასაზღვრო გაიზარდა საქართველოს უჭერს. მაგრამ მე მაინტერესებს რომ ამდენი სისხლისღვრა და ამდენი ჟაპაჟუპი და ამ ნაციონალების გულისთვის ცემა ბერტყვა, ამდენი ხალხი რომ ლურჯდება, ჯერ ერთი ცოდონი არ არია. მეორეც ეგა, ამდენი რეკლამები მიდის ტელევიზორში, რასაც მე უყურებ. მთელი თვია რეკლამა მიდის. რატომ არ შეიძლება ერთი რეკლამა ძალიან კარგად ვიცით რა არის? ქალაქები გადაჭრელებულია ფერადფერადი სურათებით. ერთი პატარა სურათი გავაკეთებინე ბავშვისა, გადამახტეინეს რვალარი. მაგრამ ამდენი სურათები რომ ქალაქები გადაჭრელდა, ამდენი რაღაცები ხარჯები გაიცა, ეს რეკლამები გაღიზიანებთ. რატომ არ შეიძლება რომ ეს ღარიბსა და ოხერსა და პენსიონერს მოხმარდეს ეს სახაი და რატო თხოვობენ ძალაობენ ხმის მოცემაზე? წინი ამერი 1 აიღე 5 აირჩი 10 აირჩი 7 აირჩი რატო ძალაობენ? ყველა თავისი ხომა აქვს არჩევის საშუალება და თქუაგონება. კი. და ეს უნდა გამოხატოთ 2 ნოემბერს იქ რომ მიყვალთ რა. 2 ნოემბერს უნდა დავსო შავი კრესტი საერთოდ უყედაზე. შავი კრესტი. ძალიან დიდი მადლობა. არც ერთ არ ვენდობიო ეს ის გამო. ძალიან ხშირად არა, მაგრამ მესმის ეს ხანდახან ესეთი გამოთქვა.
რა თქმა უნდა 12 წელი არის ძალიან დიდი დრო და ხალხი დაიღალა. მეც ამას ვხედავ, რომ დაიღალა ხალხი. და ხაზი რას გაესვა ნახეთ? ბევრი რეკლამა. ეს ყველა პარტიას ეხება, რა თქმა უნდა, აღიზიანებს უკვე ამ საზოგადოებას. ახლა თუ შეადარებ მაინც ნაციონალები ძალიან გვიან აქვს დაწყებული. მე კონკრეტულად არ ვარ, მე ვარ ზოგადად. ნაკლებად ხარჯავს ვიდრე სხვა, მაგრამ ხო უნდა გავაგებინო ხალხი, რომ ჩვენ მოვდივართ ასეთი სუფთა ძალა, ასეთი წმინდა ზალა. თუ ჩვენ არ ვუშვებთ რეკლამები და თუ არ ვაჩვენებთ კლიპები, მაშინ ფიქრობენ, რომ ალბათ არ მონაწილეობენ არჩევნებში, იმიტომ რომ არ ჩანს. ინფორმაციისთვის ხო უნდა გავაგებინო ხალხი, რას წარმოვადგენთ, რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რა არის ჩვენი სიმბოლიკა, ხო, რა არის ჩვენი ნომერი და მე მესმის, რომ ეს ზიანებს, იმიტომ რომ არის ბევრი აქცენტი პოლიტიკაზე, მოდის ბევრი ბუკლეტები თქვენთან, მოდის ბევრი ხალხი თქვენთან, ასე აგიტატორები. თავგზა მაქვს უკვე აბრნეულიო, ესე თქვა ქალბატონი. უამრავი ადამიანი ის მართლა. მაგრამ აგიტატორებს რას ეხება მაგალითად? ნაციონალურ მოძრაობაში არც ერთი აგიტატორი ხელფას არ იღებს. სხვაგან კი. სხვაგან იღებენ ხელფას. ამას უკვე მეტყველებს მე მგონი, რომ ეს ხალხი არის ნამდვილად დარწმუნებული თვითონ, სულით და გულით, რომ მე მინდა ჩემი გულისთვის ვიაროთ ქარდაკარ, წვიმაში, ქარში, ყველაფერში მინდა, რომ გამლანცხონ, მინდა, რომ მომეფერონ სხვადასხვა ოჯახში, სხვადასხვანაირად იღებენ ამას. ამას ხო თავისი ფასი აქვს, რომ ეს არის მათი როგორ თქვა, რწმენა, რომ აქ არის ნამდვილად საუბარი რწმენაზე, რომ ეს არის ერთ-ერთი იმედი. პოლიტიკა სხვა კი არ არის ვიდრე ნდობა და იმედი. და ჩვენ გვინდათ უბრალოდ ამ წინასაარჩევნო კამპანიით გვინდათ, რომ თქვენ გაიგეთ, რომ ჩვენ ვართ საიმედო და სანდო პოლიტიკური ძალა. თან მებრძოლი კი მესმის, რომ არის ხალხი ნაცემი ძალიან სუხარ ვარ შეურაცხყოფილი, მაგრამ სხვანაირად არ არის. რა ვქნათ ახლა ბრძოლა არის ხო, როცა კობა დავითაშვილი დადიოდა ყველა რაიონში და რამდენიმე რაიონში უკვე მოიგო პენსიების სასამართლო, ეს იყო ბრძოლა თავიდან ბოლომდე, იმიტომ რომ ისე რომ ამბობ რომ მოგვეცი და აქცია რო ჩაგეწყო გამგეობის წინ, არ გამოდის. უნდა აუძალონ რაღაცნაირად და მერე მოგცემენ და რატომ? იმიტომ რომ ვართ დიდი ძალა, იმიტომ რომ ვართ ბევრი. ასე რომ თხოვ არ მოგცემენ. მაშინ მოდი ერთად ვიხოთ ბევრი. ცოტა ძალა ერთობაშია. ძალა ერთობაშია. წავიდეთ სულ ყველა ერთად და მაშინ უარს ვეღარ გვეუბნებიან და ეს არის ზუსტად ეს ხალხი, რომელიც მიდის დღეს ბათუმში, რომელიც არის იყო გუშინ ბოლნისში და რომელიც იქნება ხვალ რა ვიცი სად, ბაგორში. ეს არის ზუსტად ის ხალხი, რომელიც აქვს ეს რწმენა, რომ ერთად რო დგევართ ამ უკაცრავად უსინდისო და უნამუსო თავრობის წინააღმდეგ, მოგვისმინენ, სხვა გზა არ აქვს. გასაგები, ბოლოს არის ჩვენთან ეთერში, სრულდება ჩვენი გადაცემა, ძალიან გთხოვთ მოკლედ გისმენთ პირდაპირ ეთერში. სპორტის და ხელოვნების თქვენი საყვარელი სახეობა. ბატონო? სპორტის და ხელოვნების თქვენი საყვარელი სახეობა. ვერ გავ. ხელოვნება რა? სპორტის და ხელოვნების თქვენი საყვარელი სახეობა. სპორტის? რომელი სპორტის სახეობა და აი ხელოვნების რომელი დარგი მოგწონთ თქვენ ყველაზე? საინტერესო კითხვა. ხელოვნება ფერწერა. მე ვან გოგის ხალხის ძალიან დიდი ფანი ვარ და ვკითხულობ ხანდახან ლექციები, პრეზენტაციები, სლაიდებით სხვადასხვა აკადემიებში, სხვადასხვა ქალაქში. სპორტი მე მგონი მომწონს ჯოგბურთი და ცურვა, რითიც თვითონაც ვარ დაკავებული და აი ეს კიდე დამარცხა ეს ქალბატონო რა თქვა, ოჯახისთვის გძალია, ოჯახისთვის, სამსახურისთვის, სპორტისთვის, მუსიკასთვის. სხვადასხვა ეს მუსიკა უნდა თქვა. და რამდენი ხანს ძინავთ ქალბატონო სანდრა მაშინ? 7-8 საათი, იმიტომ რომ ნაკლებად და ასრებთ ამ ყოფნის. კი. პატარა დოზებით ყველაფერი და მოვასწრებ ჯერჯერობით. კარგით, რაც დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებ თქვენ საქმიანობაში. და მე ეხლა მითხრეს თქვენმა თანხმობრივმა პირებმა, რომ თქვენ მეგრული ენაც კი უკვე გისწავლიათ და
ტელეკომპანია ოდიში მეგრულ ენაზე საუბრობდით. ძალიან საინტერესოა ჩემთვის. სულ მრავალ ენას ფლობთ, როგორც ვიცი. კი, ქართული, რუსული, ინგლისური, ფრანგული, გერმანული, ჰოლანდიური თავისთავად და ახლა მეგრულს სწავლობ და მართლა აი ზუგდიდში და ფოთში, ხობში ველაპარაკე ხალხს მეგრულად და ძალიან საინტერესო პიროვნება. მოეცოდა და მე კიდე ვისწავლე, არა მხოლოდ ადვილია სასწავლო. ენას. არ არის ადვილი სხვათა შორის. მეგრული ენა არ არის ადვილი, მაგრამ ხშირად რომ ისმენს ერთ და იგივ ფრაზას, მაინც ხურში დაჯდება და გაიმეორებ მე კიდე. კარგი, ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონო სანდრა. დავით წარმატებები ყველას, ჩვენ სულ ყველას წარმატებები და დავით იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენი ქვეყანა მალე იქნება ჰოლანდიის მსგავსი ქვეყანა, თავის დემოკრატიით, თავისი კი, ამისი იმედიც აქვს ეკონომიკური განვითარებით და ასე შემდეგ. და რა ვიცი, არ მოგნატრებოდეთ ჰოლანდია, მე ამას გისურვებდით, იმ გაგებით, რომ იქ უკეთესი ცხოვრება. გისურვებთ, რომ კარგ საქართველოში გვეცხოვროს ყველას ერთ. დიდი მადლობა. ერთ-ერთი იყო ძვირფას ტელემაყურებლობა, ქალბატონი სანდრა რულოფსი, იგი გახლავთ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დიდი მადლობა თქვენ იმისთვის, რომ დაარეკეთ, გაესაუბრეთ ქალბატონ სანდრას და რა ვიცი, უკეთესი იმედის მოლოდინით გემშვიდობებით ყველას. კარგად ბრძანდებათ.